ლეიბორისტულმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის სახელზე კანცელარიაში პეტიცია შეიტანა. ის ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას გულისხმობს. პეტიციაში ნათქვამია, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების შანტაჟით და მუქარით ზემოქმედებენ მოქალაქეებზე. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგალვას თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა დროული რეაგირება, რათა მოსახლეობას ჩამოეწეროს უკანონოდ დარიცხული ჯარიმები. როგორც მთელ ცივილურ სამყაროში აღნიშნული სფერო ონლაინ სესხები არის ან მკაცრად დარეგულირებული, ან აკრძალულია მათი საქმიანობა. მკაცრად რეგულაცია ნიშნავს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს და აკრძალული უნდა იყოს საჯარიმო სანქციების, საურავების და სხვა ღონისძიებების გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამას გააკეთებს ლეიბორისტული პარტია. ამ მოთხოვნის უკან დგას 100,000-ობით ჩვენი თანამოქალაქის ინტერესი. ჩემი ძმის კორნალობის გამო სასწრაფოდ დამჭირდა ფული, გამოვიტან 600 ლარი ერთ-ერთი ორგანიზაციიდან. ესე იგი ცოტა ხანში სამსახური დავკარგე და ესე იგი ვადაგადაცილება მქონდა და ჯარიმები ავიდა 2000 ლარზე. ანუ შევთავაზე მანამდე რომ ესე იგი ჩამოეჭათ ეს ჯარიმები, მაგრამ მითხრას ანუ 40 დღეზე ადრე არ შეიძლება შეღავათები გაგიკეთონ, მე ხდება გადანაწილება, თუმცა მე უკვე ანუ სანამ ეს 40 დღე გავიდა და მე დაიწყეს ესე იგი პრობლემური აქტივების ბიურო არის, მუქარები ტელეფონზე, ოჯახის წევრებზე, მეზობლებთან რეკავენ. ანუ პრობლემა იმდენად ჩიხში შევიდა, რომ უბრალოდ ვერ ვაგვარებ ადამიანურ ფორმებში. მთელი მოსახლეობის სახელით გეუბნებით, ჩემი მეგობრების სახელით, ყველას სახელით ვამბობ, რომ ესე იგი აგვიუქმონ ჯარიმები, თორეც ძიმე დაამთავრებენ.